დააკვირდით ამ გოგონას თვალებს და ნახეთ როგორ შეიცვლიან ისინი ფერს. ლამაზია, ხო? სწორედ ესეთი პროცედურები შეიცავენ ჯანმრთელობისთვის წარმოუდგენლად დიდ რისკს და ამ ვიდეოში მოგიყვებით, რატომ არ შეიძლება მსგავსი ოპერაციების გაკეთება. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში სოციალურ მედიებში აქტიურად რეკლამდება მსგავსი პროცედურები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეუძლიათ პერმანენტულად შეიცვალონ თვალის ფერი. თუმცა ესეთი პროცედურები, როგორც გითხარით, შეიცავს უდიდეს რისკს, თუნდაც იმისა, რომ პაციენტი პროცედურის შემდეგ დაბრმავდეს. ძირითადად სამი სახის პროცედურაზეა ლაპარაკი, ერთი არის ირისის იმპლანტი, მეორე არის კერატოპიგმენტაცია და მესამე თვალის ლაზერული დეპიგმენტაცია. სამივე პროცედურის შედეგი არის ის, რომ თვალის ირისის ფერი ღიავდება, თუმცა შედეგები და პოტენციური რისკი წარმოუდგენელი. ესეთი პროცედურები თავიდან შეიქმნა ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც მაგალითად გენეტიკურად თანდაყოლილი ანირიდია აქვთ, ან ტრავმული ირისის დაზიანების შედეგად ექიმებს უწევთ ირისის იმპლანტაცია. რაც შეეხება კერატოპიგმენტაციას, ეს არის იგივე თვალის ტატუ, რომლის დროსაც ხდება ჩვეულებრივად პიგმენტის შეყვანა თვალში, ხოლო რაც შეეხება ლაზერულ დეპიგმენტაციას, ამ დროს ხდება ირისის იმ პიგმენტის, რომელიც ჩვენს თვალშია დაშლა და შესაბამისად ირისი, რომელიც ნაკლებად პიგმენტურია, უფრო ღიად გამოიყურება და ასე იცვლის თვალი პერმანენტულად ფერს, თუმცა არავინ საუბრობს იმ რისკებზე, რომელსაც ეს პროცედურები ატარებს, მაგალითად დეპიგმენტაციის დროს წარმოუდგენლად იზრდება გლაუკომის რისკი, რამაც შეიძლება პაციენტი სიბრმავემდეც კი მიიყვანოს. აღარაფერს ვამბობ ირისის იმპლანტაციის შედეგად გამოწვეულ ინფექციურ გართულებებზე და პიგმენტაციის შედეგად გამოწვეულ რქოვანას დაზიანებაზე. ჩემი აზრით, მსგავსი პროცედურები არ ამართლებს არანაირად გამოსავლისა და რისკის თანაფარდობას. თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მსგავსი კოსმეტიკური ტიპის ჩარევებზე.